გვაქვს გასაყიდი კოტეჯი 400 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ტბის პირისპირ. კოტეჯი მზადა. აქ კი ბაღი იქნება. კოტეჯის ფართობი 60 კვადრატული მეტრია. აი, თავად კოტეჯიც. რეგისტრაცია ხდება პირდაპირ უცხოელის სახელზე. ადგილი ძალიან კარგია. აი, ეს კოტეჯია და მას აქვს ძალიან ლამაზი ხედი, მაშალა. კოტეჯი გადაგიღეთ, ის პირდაპირ ცენტრალურ გზაზეა. აგერ კი ტბა. ძალიან სტრატეგიული და კარგი ადგილია. ვისაც გსურთ დაკავშირება ან გაქვთ კითხვები, მომწერეთ პირადში ან WhatsApp-ზე. გმადლობთ. შენიშვნა. რეგისტრაცია ხდება იმავე დღეს. გვაქვს გასაყიდი მიწის ნაკვეთები ბაზალეთის ტერიტორიაზე, პირდაპირ ტბის პირისპირ, პირველ ზოლში. ნაკვეთები სხვადასხვა ზომისაა: 400, 450, 300 და 300-ზე ოდნავ მეტი კვადრატული მეტრი. სხვადასხვის აქ ყავს კლიენტი, რომელმაც შეიძინა ნაკვეთი და ჩვენ ის იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრში უკვე დავარეგისტრირეთ. გილოცავთ სიკეთე გქონოდეთ. იუსტიციის სამინისტროში დავარეგისტრირეთ, ხომ ასეა? რა სიტყვით ამ ადგილზე? დიახ, ასეა. საოცარია, მომსახურებაც 100%-იანი იყო. რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში მოხდა. ამ მიწებს აქედან ტბის ხედი აქვს. მეორე მხრიდან კი კავკასიონის მთების ხედი იშლება. ადგილი ძალიან ლამაზია. თბილისთან ახლოსაა, დაახლოებით 15 წუთის სავალზე. ეს ახლა ხელოვნური ინტელექტი იყო. ხო ხედავთ, რომ ჩვეულებრივ ვიდეო კამერით გადაღებულია, ასეთი ვიდეოები არის ათობით, უამრავი, ათობით და ასობით ვიდეოა ასეთი. ამას ხო გესმით, რომ ამას არ აკეთებს ქართველისთვის. ამას აკეთებს არაბებისთვის, ხო? რო გეუბნებით, რომ არაბებზე იყიდება ეხლა ძალიან დიდი რაოდენობით მიწები, ძალიან დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და არაბებზე გაიყიდება, რა თქმა უნდა, როგორც თქვა ინვესტორმა, რომ არაბებზე ვაპირებ, გავყიდო 60% მინდა გავყიდო და ვაპირებ უცხოელებზე, ეგრეთ თქვა ამ ინვესტორმა. და უცხოელებზე რო გაიყიდება, იქ იქნებიან არაბები, რომლებსაც ენდობებათ აქ ჩამოსვლა და დასახლება, ასე თქვა, კაცო. რამეს ჩვენ ხო არ ვიგონებთ, კაცო. რასაც იძახის, იმას ვიმეორებთ. ვისაც არ ჯერა რეკლამებს გაჩვენებთ აგერ და ხელისუფლება დარბის და ამ რეკლამებზე, რომელიც ცხადია რომ ნამდვილია და რა ვიცი, უდევს არაბებს სარეკლამოდ, ამ რეკლამებზე დარბის და იმედი და რუსთავიორი და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი ჯიბებიდან ფინანსდება, ერთ ამბავს ატრიალებს, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტით ტყუილი არისო ამბობს. ამაზე გეუბნება რომ ტყუილია ეს. ანუ ესე იგი რას ამბობ შენ იცი? სიმართლე რო იყოს, ესე იგი პრობლემაა, მაგრამ ტყუილია. და სიმართლეა. ანუ შენც გწოდნია რომ ეს რაც ხდება, ეგ პრობლემაა. უბრალოდ არ იმჩნევ. თორე შენც შვენიურად გწოდნია რომ ეგ პრობლემაა. ნახე თან როგორ რაღაცა ბიჭო, რას გაჩვენებ? ნახე, აი ვიდეოა არაბი ყიდის არაბებზე. ამაზე რომ ხელისუფლება გიტრიალდება და ესენი ტყუიან. ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული. როგორ რაღაცაზე, იცი? აი Facebook-ზე შეუძლია ნებისმიერ შევიდეს და გადაამოწმოს. მაგაზე არ თაკინობს ხელისუფლება, რომ ტყუილია ეს ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული. მან ხო, რა ვიცი, ბუნებრივად უნდა შეგეშინდეს, რომ ამაზე თუ ასე მატყუებს. ამაზე თუ ასე ტყუილს კადრულობს. მე უფრო რასაც ვერ გადაამოწმებ. იყო ნებისმიერ რაღაცას გეტყვის, რა? ეგ ერთი, რომ სადაც ხელი არ მიგიწვდება და ინფორმაცია არ აქვს, იქ საერთოდ რა ხდება, კაციშვილ, ანუ ხო წარმოგვიდგენია, ასეთი მიდგომა თუ აქვს ყველაფერში და დიდი ალბათობით აქვს, იმ შეთანხმებაში რეები წერია, ხომ წარმოგვიდგენია საერთოდ, რომელიც გასაიდუმლოებულია. აბა რა არაბები ფონჭალს ჩამოსახდებიან? აი რა მაინტერესებს, ეს რეკლამაში რა ხდება ხო? აი ამ რეკლამაში არაბი რო არეკლამებს, რომ იყიდეთ სახლი ფონიჭალაში. მაგას რო არეკლამ. რა ხდება მან? აი ამიხსენ თქვენი ექსპერტული ტვინით. არა, ეგ შეიხებზეა. ეგ შეიხებზე რო ჩამოსახდნენ არ არის პრობლემა. არ ვიცი ეს რა არის, იცი? ეს თავის გამოშტერების ის არსებობს რაღაცა ხერხები. კი ბატონო და შეინიშნება ეს ხალხი, მაგრამ მეგობრებო ქალაქებს აშენებენ, კაცო, რაზე ვაპარაკ? ანუ ის არის ასახსნელი, რომ ჩვენი ვიდეოები მართალია თუ დაგენერირებული იმის ფონზე, როცა ქალაქებს აშენებენ არაბები?
ქალაქებს აშენებენ, რა თქმა უნდა, კიდიან, აბა რასაკეთებ. რა თქმა უნდა, არეკლამებენ, აბა რისთვის აშენებენ? ანუ აქ სიტუაცია არის მისული იცი სადამდე? აი ის ევროპის მაგალითები, რაც მოყავს, რომ გაივსო და იქ კატასტროფამდე მივიდა აი ამ მიგრაციით. ევროპაში ასეთი არ მომხდარა ხალხო. იქ არავის ქალაქები არ აუშენებია. ეგეთი რამე, ეგ დედამიწის ზურგზე დაებადო მარტო ქართულ ოცნებას. ეგეთი სიგიჟე, რაც აქ ხდება, რომ მოდი ეხა ტერიტორიები გავყიდოთ და ქალაქები ავაშენებინოთ. და მე ისინი რომ დაარეკლამებენ, რა თქმა უნდა, აქ რომ გაყიდონ. მაგაზე ვილაპარაკოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებულიაო, ეგეთი სიგიჟე მარტო ქართულ ოცნებას დაებადა, კაცო. იქაც მოხდა მიგრაცია. მაგრამ იქ სხვანაირი პროცესი იყო მიგრაციის. ასეთ მოკლე დროში და ასეთ დონეზე რომ აი ყველაფერი რომ ფეხებზე კიდია მთავრობას და მართველ რგოლს, ეგეთი მასშტაბი იქაც კი არ დაფიქსირებულა. ამიტომ ცოტა ყურადღებით უნდა იყოს ყველა მაგ თვალსაზრისით, რომ ძალიან მოღალატეობრივ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომელიც აი საერთოდ არაფერად არ აგდებენ ამ ეროვნულ ინტერესებს.